მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ პაატა Special Gamer-ი, ამ ვიდეოში იხილავთ მე-13 ღამეს. ეს არის უცხო მოხუცი მესტუმრა. ახლა კი ვიდეო. ესე იგი, მშობლები გადასვლელი მყავს, რა 2 თვე გავიდა. გუშინ დეიდა ჩემი უნდა მოსულიყო, მაგრამ ვერ მოახერხა მოსვლა სამწუხაროდ. შემოდგომა დადგა და უკვე სიცივეც დაიწყო და მამა ჩემა ბუხარი ამიშენა დაახლოებით 3 თვის წინ ემზადებოდა ზამთრისთვის და შემოდგომისთვის და ააშენა ბუხარი რათა გამთბარიყავით და ერთი სიტყვით ადამიანი არ მინახავს 2 თვე ძალიან მენატრებიან. ნეტა ცოცხლები იყვნენ. რა კაი იქნებოდა. მოდი ცოტა ხანი სულ ჰაერზე გავალ მაინც პატარას ჰაერ შევისუნთქავ. კაი ჰაერი არის, მაგრამ ცივა. აი მე ძალიან შემცივდა, ძალიან ქარია თითქოს. მოდი გავთვები ცოტას ესე. კარგად ვთვები, კაია. კარგად ვთვები ერთი სიტყვით. კაია, მოდი თან საჭმელსაც შევჭამ, რადგან მშია. საჭმლის ჭამას დამავიწყდა და ძროხის ხორცს ავიღებ 1 ცალს და 1 წყალი და 1 პურს ავიღებ რა. ძალიან მოშიებული ვარ, დავუშვდები და შევჭამ გემრიელად. წყალის დავლიო და ეგ არის, კაი არის. საჭმელი შევჭამე, კაი საჭმელი იყო. ჯერჯერობით მარაგში საჭმელი მაქვს და მე შეიძლება არ ვიცი აქ ახლა მაღაზია არის თუ არა, მაგრამ მოუძებნი რამეს და რამეს ვიყიდი. მოდი ცოტა ხანი ამ ოთახში შევალ. რაღაც ხმა გავიგე, თითქოს ვიღაც მოდის. აი მე განცულ მდგომარეობაში ვარ, დავიქანცე, დავიღალე, აღარ შემიძლია რა. გავბედი განცულ მდგომარეობაში ვარ. მე დავეხმარო და შეიძლება. მე დავეხმარო განცულ მდგომარეობაში. რა ხმებია? მოდი გავალ. ეს ბაბუა არის? ბაბუა აქ რასაკეთებთ ბაბუა? თან უკვე ქარი არის, შემოდგომა მოვიდა და აქ რასაკეთებთ თან ესე მარტო? ბაბუ, განცულ მდგომარეობაში ვარ, ბაბუ, მარტო ცხოვრობ, მიწის ქვეშ ვარ, ისა, იქ სამხარეთ მიწის ქვეშ ცხოვრობ, დაანგაჭირებული კაცი ვარ და რა ბაბუ, ჯოხი მაქვს და ჯოხი მეხმარება რომ ვიარო, წასასვლელი ვიყავი რაღაც საყიდრებდე, მაგრამ აღარ შემიძლია ბაბუ, არა გაჭირები თუ რა წავიდე. საჭმელი ხომიდა. არა, ბაბუა, მაღაზია არის დადოთ, წამოთ საჭმელი მე მაქვს. წყალიც მაქვს და წამოდით ჯოხს მე მოდი მე ავიღებ. პრემა წამოდი ბაბუა, ესე წაგიყვანო. აი ესე, ფრთხილად. შევიშველებ აგე ბაბუ კიდე მოიცა. ეგა შეიძლება ბაბუ დასვით. ბაბუ და სიტყვაში რომ შემიყვანო ბოდიშის მოხდი. კი, შეიძლება აგერ შემოდით აგერ. აი აგერ სიტყვაში. არ უძლებ ბაბუ აწავირჩევა იმე, მოვასწარი. ბაბუ, ბარემ საჭმელი აქ ხوار შემოგიტან. თუ იქ დაждებით სკამზე. ავი, ვარ შეწუხდები ბაბუ, აქ შემოვიდან თუ არ შეწუხდები ბაბუ. კარგით არაა პრობლემა, შემოგიტანთ აქვე. შალე ბაბუ. ისი ხორცი გინდა? ძროხის ხორცი მომიტანე ბაბუ და წყალი მომიტანე თუ გაქვს რა თქმა უნდა. კი, მაქვს. 2 წყალ ბოთლსაც მიუტან, რადგან მაინც თუ დაღლილი არის დალიოს. აი ბაბუა, მოგიტანეთ აი ესენი და გავამართვით და დალიეთ გემრიელად მიირთვით. ბაბუ გიგარი ხარ, ბაბუ გიგარი. მადლობა. ბაბუა, თქვენ თავზე მომიყევით, აქ როგორ აღმოჩნდით შვილები ან შვილები თუ გყავთ, აბა? არა, ბაბუ, არა, მე მარტო ხელაკაცი ვარ, ბაბუ, არ შვილები მყავს, აცოლი აქვს. აქ როგორ მოხდით, იმიტომ რომ მე ასე თუ ისე ვარ ყრუ ადგილას და აქ მხოლოდ დაცვების შენობა არის, გონი ეგეც მოშორე. პროსტა მაინტერესებს აქ როგორ მოხდით ესე. რა ბაბუ, მე მიწის ქვეშ ცხოვრობ, მე ხო გითხარ აქ რა ხარ. მიწის ქვეშ? კაგარია შვილო, შენ მშობლები მარტო ცხოვრობ? კი, მარტო ცხოვრობ. ჩემი მშობლები სულ რაღაც 2 თვეა, რაც გარდაიცვალნენ.
ძალიან მენატრებიან. ბაბუ, მე შემელია თქვენ ოთახში შეგიყვანოთ, პატარა წამოწეხით დაისვენეთ. რა თქმა უნდა თუ გინდათ. აი ზამოძვე ბაბუ მარ წავალ მე წავალ ბაბუ. აი ცოტა ხანი წამოძვები და წავალ. მე რო გავიგე რომ მიწის ქვეშ ცხოვრობთ, მე თქვენ უფლებას არ მოგცემთ რომ ისევ იქ ჩახვიდეთ. თქვენი ცხოვრობთ ჩემს სახლში. ჩემი სახლი თქვენი სახლია, ბაბუ. გაიხარე ბაბუ, გაიხარე. მშვიდობიანი ღამე ბაბუ, ძილინებისა. მოდი მე წავალ ჩემ ოთახში, ცოტა ხანი დავიძინებ და აქ ჯოხი დაუდია და მოდი ჯოხს მოუტეხავ და მე დავიჭერ მაინც. მე თუ რაღაც მივცემ. ამ ჯოხს მივცემ თუ რაღაცა და აი ბაბუა არის. მე ბაბუა ჩემთან უნდა ვაცხოვრო სახლში, არ მივცემ უფლებას რომ წავიდეს. მიწის ქვეშა სახლში რომ წავიდეს და არ მინდა რომ წავიდეს. ნუ მოდი ახლა მე წაუძინებ გემრიელად. ეგ არის მოვატყუე და ეხა მოვუკრავ და იქნება ცოტა ხანი უნდა ვაწვალო. მე უკვე მოვუკრავ. არ არის ყურა. ეს ჩამი აი ესე გავაკეთებ ამ მოუფარე ფაქრო ვერ გავითეს გარეთ ვერ გამექცევა. არა მოვუკრავ. შადარეთ შადრეთ. ახარი ძინას ვარ იძინე. ავედი ხა მე ბუხარის მახი ოთახში დავიდო და პატარ გავწვევი ცივა და ეგა. ვაიმე. რაღაც წყალი მწყურია. ვახ, წყალი მწყურია, ისევ ღამეა ხო? ისევ ღამეა, ძალიან ცივა. ვაიმე. ეს რა ხდება აქ? კარებს რა სჭირს? ვაიმე. ბაბუა სად არის? მოდი ბაბუის ოთახში შევამოწმო და აქ არ არის და აბა სადა? ვაიმე ბაბუა, რა ხდება? გამარჯობა ბაბუ, გამარჯობა ისე. ყველაფერი რა გითხარი, ყველაფერი გულია. ეხა მოკლავო, ცოტა ხანი არ მოკლავ. არ მოკლავ. ვაიმე. ბაბუა რატო? არა ბაბუ არ ხუმრო, მოკლავ. ცოტა ხანი. ვაიმე, მალე შევიდე. მალე ჩემ ოთახში შევიდე. ამოვაფარე დროებით, ვაიმე. მოკლავ. ой ეს აუ ჩემი ღობები გამოიყენე ბიჭო აუ მოკლავ ეხა პრინციპში შემაიც ვერ გამექცევი კარები ამოფარებული და წავედი ხა ბუხარის ოთახში თუ ხან გავთვები კიდე მცივა ვაიმე ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ არ მჯერა გონი სიზმარში ვარ მაგრამ ამ სახლში მამა ჩემი იყო ხის მჭრელი და მგონი ნაჯახი უნდა იყოს, იმიტომ რომ მამა ჩემს ამ ოთახში ეძინა ხოლმე და მოდი შევამოწმებ აბა ერთი. აქ არაფერი არ არის და აქ ნაჯახი არის, ძალიან კაი. ესე იგი ახლა როგორც თვითონ თქვა, უნდა დაიძინოს და მოდი მაშინ მე ახლა გავამტრევ და კარებს ამოუყურავ. მოდი შევიდე აქ. გამარჯობა ბაბუ. აი დაუკეტე. მაიმუნო რა გამიკეთე, აუ რა გამიკეთა, აუ რა გამიკეთე, ბაბუ ეს მოკლავ, მაინც მოკლავ. მაინც ვერ გაიქცევი მოკლავ ბაბუ. ცოტა ხანში მოკლავ, გამოვა რამენაირად. ვაიმე, მოდი მალე წავალ აქედან, გავამტრევ. ჩემი სახლის ღობეებს გავამტრევ და მოდი აქაც მოგიყორავ, რო არ გამოხვიდე. მოდი ახლა წავალ დაცვების შენობა ამ ხარეს არის. მოვედი აქ, თან აქ საკანიც არის, ალბათ ეს დროებითი საკანი არის. კარგი, მოდი წავალ აქ და შევალ. გამარჯობა, რა ხდება? ასე გვიან რატო მოხვედი? ვიღაც ბაბუა არის, ჩემო კლას ცდილობდა, მაგას ჩვენ დიდი ხანია ვეძებთ. ეგ დიდი ხანია კლავს ადამიანებს. და ასევე სოფლიდანაც გამორიყეს, მაგრამ როგორ ჩანს კიდე აგძელებს ცუდ საქმეს. კი, გთხოვთ დააკავეთ. ახლავე მოსანახულებლად მოვედი ამ ბაბუის. ბაბუა, შენ უკვე იქ ხარ, სადაც უნდა იყო და სადაც იმსახურებ ყოფნას. მე კარგი ბაბუა მეგონე, მაგრამ თურმე შენ ბოროდი ყოფილიყარ. შენ ამას იმსახურებ და მთელი ცხოვრება ციხეში გაატარებ. ეს რა გამიკეთე ბაბუ, ეს რა გამიკეთე, ციხიდან რომ გამოვა, აუცილებლად აგე პასუხს შენ ამაზე.
ბაბუა, შენ ციხიდან ვერასოდეს ვერ გამოხვალ. ახლა მე წავალ ისევ ჩემთან სახლში დაუბრუნდები. ეს იყო მე-13 ღამე. ბოლოს ყველაფერი კარგად დამთავრდა. ეს ბაბუა ჩასვეს ციხეში და ბიჭს რაც შეეხება, ეს ბიჭი დაბრუნდა თავის სახლში, გაარემონტა, გაიჩინა მეგობრები და ასევე დეიდამისიც ჩამოვიდა და რჩა მის სახლში. ბოლოს ყველაფერი კარგად დამთავრდა. თუ მოგეწონათ მეგობრებო ვიდეო, დალაიქეთ და ასევე გამოიწერეთ არხი. ახლა კი ნახვამდის.